დავიწყებ იქიდან, რომ რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ ელენეს როგორც პოლიტიკოს, როგორც ქალს, როგორც დედას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით სამედიცინო სფეროს ექიმების კვალიფიკაციაში, მაგრამ რადგანაც კონსილიუმი შედგა და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის გადაეყვანათ პენიტენციური დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში, ეს რა თქმა უნდა არის შესაბამისი იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებსაც ითხოვს ადამიანის და განსაკუთრებით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სამწუხაროა და საგანგაშო ის ფაქტი, რომ ყოველ ჯერზე ადამიანის უფლებების დაცვა, საპატიმროებში მყოფი ადამიანის უფლებების დაცვა, განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელიც არის ნამდვილად პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი, ხდება დიდი ბრძოლის შემდეგ იმ ელემენტარული უფლების მიღწევა, რაც არის ჯანმრთელობის დაცვის უფლება. რაც შეეხება უშუალოდ ელენე ხოშტარიას მიმართ ბრალდებას, ამ ნაწილშიც არის ძალიან დიდი ბუნდოვანება. პირველ რიგში ის ფაქტი, ის ქმედება, რაც ელენემ ჩაედინა, ანუ მისი გამოხატვის თავისუფლების და პროტესტი და მხარდაჭერის, სხვა ქალის მხარდაჭერის ფარგლებში წარწერის გაკეთება საარჩევნო ბანერზე, აბსოლუტურად არ ითვალისწინებდა საპატიმრო სასჯელს. მაქსიმუმ ეს შეიძლება ყოფილიყო შერაცხული როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შესაბამისად ყოფილიყო ადეკვატური ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მაგრამ იმის გამო, რომ სწორედ ელენია ხოშტარია, იმის გამო, რომ პოლიტიკოსი ქალია, მოხდა მისი გადაყვანა მიუხედავად იმისა, რომ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ის რაღაც რისკები, რასაც ოჯახის წევრები საუბრობენ. ამიტომაც დასაწყისიდანვე მისი პატიმრობა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ის არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და დღის მდგომარეობით მას რომ სათანადო ყურადღება არ მიექცა პენიტენციურ სისტემაში და უკვე აი ამდენი ძალისხმევის შედეგად მოხდა მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ შურისძიება და ზეწოლა გრძელდება. განგრძობადია ეს საქმეები, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება, ამ პრობლემის გადაჭრისკენ კი გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ჩვენს ხელისუფლებას და ამჯერად მოუწოდეს ჟენევიდან, სადაც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მორიგის ხტომა გაიმართა. ხტომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას ერთი მხრივ Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა მოუწოდა ქართულ ოცნებას გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები. მეორე მხრივ კი ასევე გუშინ ვიხილეთ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეკომენდაციები სწორედ საქართველოს მთავრობის მიმართ. უმაღლესი კომისარიც ითხოვს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გადახედვას, ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას წარადგინოს კონკრეტული ზომები მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად და პასუხი გასცეს ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ბრალდებებს, რომლებიც 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის გაეროს ანგარიშებში აღნიშნული. აქ რა უნდა ითქვას? თქვენი ცით კრიტიკულ ანგარიშებსა და მოწოდებებზე რა არის ქართული ოცნების პასუხი? ისინი ამბობენ, რომ ეს შეფასებები მათთვის არაფერს ნიშნავს. აი რამ შეიძლება აიძულოს? ასე კითხავთ, მოდით საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოწოდებები ყურად იყოს. ახალი არაფერი არ უთქვამთ გუშინ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოში და გამოქვეყნდა კიდეც უმაღლესი კომისარის რჩევები, რეკომენდაციები და მითითებები რა არის შესასრულებელი. არაფერი არ უთქვამთ ისეთი ახალი, რაც არ გუთქვამს ჩვენ კოალიციას ლეველ ძლიერ საქართველოს, რაც არ უთქვამს თუნდაც საქართველოში ომბუდსმენს თავის ანგარიში, რომელიც საკმაოდ კრიტიკული იყო, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს. ეხლა ძალიან მძიმეა ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და მთლიანად დაღმავალი დინამიკა აქვს ქვეყანაში. სხვადასხვა საზომით ეს არ არის მხოლოდ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები. აქ ასევე არის ადამიანის უფლებების დარღვევები დაკავების პროცესში, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მანქანებში, დროებითი მოტივების საკნებში, შემდეგ უკვე პენიტენციური დაწესებულების შიგნით. ამავდროულად საუბარი არის რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებაზე, უკან გაწევაზე. ამავდროულად ჩემთვის ძალიან მძიმე არის ცალკე არის გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეს არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით და პირდაპირ
წერიათ, რომ რა საკითხები უნდა დაისვას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ის საკითხი, რომ აფხაზეთის მიმართულებით კვლავ არ არის და არ ფუნქციონირებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი, ეს არის ძალიან მძიმე. რაც აქ მეორე ნაწილში ერგნეთის მოლაპარაკებებში ცხინვალის რეგიონის მხარეც არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ცხინვალის რეგიონში ანექსიური პროცესები უფრო და უფრო მეტად ღრმავდება, ადრე საუბარი თუ იყო მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის რაღაც ურთიერთობებზე, ახლა უკვე ღრმა ინტეგრაციაზე არის საუბარი და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და განსაკუთრებით აი ეს საკითხები უნდა დაისვას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში თანათავმჯდომარეებთან და უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს და ნამდვილად განგაშის ზარია ასატეხი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ქართული ოცნება რას გაითვალისწინებს და რას არა, დღესაც ისინი არიან უმრავლესობაში, ისინი წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლებას, მათ აქვს სრულად ერთპიროვნულად აღებული მმართველობა, ამიტომაც პასუხისმგებლობა სრულად არის მათი. პასუხისმგებლობა ყველაფერზე და ბურთი არის მათ მხარეს. თუ ისინი გადადგამენ რეალურ ნაბიჯებს. გუშინ მაგალითად პოლიტპატიმრებად მიჩნეული ორი პირი გათავისუფლდა, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუას შეუმცირა პატიმრობა და ის სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს, ისე როგორც იგივე ტიპის გაწყვეტილება იქნა მიღებული მინდია შერვაშიძის შემთხვევაში და გუშინ საღამოს მანაც დატოვა გლდანის საპატიმრო. საუბარია პირებზე, მაყურებლებს რომ გავახსენოთ, რომლებმაც ქართული ოცნების აქტივისტის ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობა შეედებოდათ ბრალი, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ 1 აპრილს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, შესაბამისად მათ საპატიმროს დატოვება უწევდათ მიმდინარე წლის აგვისტოში, ანუ 2 თვით ადრე გამოუშვეს მარტივად, რომ ვთქვათ, ინტენსიური დაწესებულებიდან. აი ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოებში სხვა პატიმრების განაჩენებიც შესაძლოა გადაიხედოს და შემსუბუქდეს. ეს რა არის? პატიმრების განაჩენები გადახედვას კი არ საჭიროებენ. პოლიტიკური დევნის საქმეები არის სრულად შესაწყვეტი. ეს ნახევრად გაკეთებული რაღაც საქმეები, რომელსაც ცდილობს ქართული ოცნება, მიწეროს თავის თავზე, რომ რაღაც გააკეთეს ამ მიმართულებით, ეს არაფერს არ ცვლის რეალურად მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ადამიანები ქუჩებში იდგნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეკრების თავისუფლების ფარგლებში. კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენი გამოხატვის თავისუფლების. ჩვენ არ ვარღვევდით იმ კანონებს, რაც არის ამ ქვეყანაში. ჩვენს მიმართ განხორციელდა ძალადობა. ძალადობა არა მხოლოდ მომიტინგეებზე განხორციელდა ძალადობა, თავისუფალი პროფესიების ადამიანებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც აშუქებდნენ ამ მდგომარეობას, უფრო მეტსაც გეტყვით, არჩევნების დღეს, მაგალითად, პირადად მე ვიყავ წარმოდგენილი მარნეულში და ჩემს წინ თქვენი კოლეგა არხის წარმომადგენელს მის ოპერატორზე პირდაპირ მოხდა ფიზიკური ძალადობა. აი ეს, როდესაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა, როდესაც ვნახეთ, რომ პირდაპირ ეთერში უსასტიკეს ძალადობებზე, ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე შედეგი არ მოხდა, რომლის შესახებაც ყველაფერი იცის და გამოძიებას უნდა დაედო შედეგები, აქ უკვე იქამდე მივდივართ, ეს ყველაფერი არის ფასადური ღონისძიებები, ზედაპირული ღონისძიებებია. გამოძიებას, როდესაც იწყებს ძალოვანი უწყება, ესეც იმ შემთხვევაში თუ გავრცელდა ის კადრები შემთხვევით ვიღაცამ გადაიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი. ან ისეთი საპროცესო ღონისძიებები განხორციელდება, რაც არის ადეკვატური და შესაბამისი. ჯერ თავიდან ყველაფერი დავიწყოთ, საჭირო არის პრევენციული ღონისძიებების გატარება. საერთოდ არ უნდა მივიდეს საქმე იქამდე, მაგრამ როდესაც საქმე აქამდე მიდის და ამის შემდეგაც გვიანი რეაგირება ხდება და ჩვენ ორი უმძიმესი შემთხვევა ნახეთ ხო სხვადასხვა ქალაქში თვითონ ძალოვანების მხრიდან ადამიანის უფლებების უსასტიკესი დარღვევის და არაადეკვატური მუხლებით შეფასდა ეს ყველაფერი და გამოძიება არაადეკვატური მუხლებით დაიწყო, როდესაც ნამდვილად კონვენციური დანაშაულია, ნამდვილად წამება, ნამდვილად პატივისა და ღირსების შემლახავი საქციელი განხორციელდა. აქ უკვე საუბარი, რომ ქართული ოცნება რეალურად დგას ნაბიჯებს თუ არ დგავს, აქ საუბარი არ უნდა იყოს. მათ შეუძლიათ
კონდეთ პოლიტიკური ნება თუ იქნა იმის საშუალება გადადგან ნამდვილად შემხვედრი ნაბიჯები. მათ იციან რა არის ეს შემხვედრი ნაბიჯები. ეს არის პოლიტპატიმრობის გათავისუფლება. ეს არის საუბრის დაწყება თავისუფალ სამართლიან კონკურენტული არჩევნების შესახებ. ეს არის რეპრესიული და ანტისახელმწიფოებრივი კანონმდებლობის უკან გაწვევა. ეს არის იმ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება, რაც არის სასამართლოებში და სასამართლოებშიც იცით რა ხდება და როგორ ვითარებაში ვართ ჩვენ წარმოდგენილები. ნახევარი საქმეები, რომლებიც პოლიტიკოსების მიმართ არის დახურული, ჟურნალისტების მიერ გაშუქება ვერ ხდება, მოსამართლეები პროვოცირებას ახდენენ დასაწყისიდანვე პროცესის იმისათვის, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი არასასურველი პირები გაუშვან სასამართლო სხდომების დარბაზებიდან იქ, სადაც ღია არის სასამართლო პროცესი. ამიტომაც ეს არის იმდენად დაუბალანსებელი, იმდენად უთანასწორო მდგომარეობა, რომ აქ თუ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა და ეს რეალური ნაბიჯები უნდა იყოს ქართული ოცნების მხრიდან გაკეთებული ნაბიჯები სხვა მხრიდან ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი რასაც ქართული ოცნებისგან ითხოვს, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური სპექტრი, ისე ქვეყნის გარეთ დასავლელი პარტნიორები, იქამდე მართლ პარტიას მისი დღის წესრიგი აქვს და ახლა უკვე ამ კონტექსტში მინდა რომ სხვა აქტუალურ საკითხებსაც გადავალოთ თვალი და ვისაუბროთ მათ შორის ირანში კიდევ ერთ გასვენებაში წასვლაზე. იცით რომ აჟიოტაჟი ახლავს ხელისუფლების გაწყვეტილებას მიხეილ ყაველაშვილი გაუშვან აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, თუმცა როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, ხამენეის დაკრძალვაზე რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერებიც, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისად ხელისუფლებაში სვამენ ასეთ კითხვას, თუ კი შეუძლიათ თეირანში ჩასვლა რეგიონის სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება საქართველოს და მის პრეზიდენტს? რა პასუხი გაქვთ? ქართულ ოცნების წევრებმა ალბათ არიციან ძალიან კარგად ისტორია, ურთიერთობები ქვეყნებს შორის და არსებული გეოგრაფია ქვეყნებს შორის. ამიტომაც მათ თუ უფრო მეტი ღრმა ცოდნა ექნებოდათ საერთაშორისო ურთიერთობების და გეოგრაფიის მიმართულებით, ასეთ შეკითხვებს არ დასვამდნენ. რაც შეეხება მათ მიერ გაცხადებულ ასენ ყველაფერს ამბობენ, რომ ეს არის მრავალვექტორული პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომ მათ აქვთ ყველასთან კარგი ურთიერთობა. ვინმე ამბობს, რომ რომელიმე ქვეყანასთან საქართველოს და კარგი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის გამოდის და ამბობს, რომ ყველა ქვეყანასთან არის კარგი, რაც მეტი პარტნიორი გვეყოლება, უკეთესია ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაცვლება სხვა ქვეყნების, ისეთი ქვეყნების პარტნიორობებით, რომლებსაც თვითონ აქვთ დაპირისპირება დასავლურ სამყაროსთან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის საშიში. ფაშინიანი თუ ჩადის იქ, ფაშინიანი ჩადის რუბიოსთანაც ის და ურსულა ფონ დერ ლაიენი უზის თავის ქვეყანაში და ამიტომაც ეს შედარება უკვე ასიმეტრიული და არასწორი. ისინი თუ სადმე ჩადიან, მათთან ჩადიან ის ქვეყნები, რომლებიც არიან უდიდესი ქვეყნები და ჩვენ ვხედავთ ხომ ამიერკავკასიის სამეულში, ხოდა აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი, დინამიკა როგორია? დღეს უკვე სომხეთი არის ის ფლაგმანი, რომელიც არის დემოკრატიული პროცესების ფლაგმანი. არავინ არ ამბობს, მაგალითად ძლიერი საქართველოდან ჩვენი კოალიციიდან, რომ არ უნდა გქონდეს ურთიერთობა ჩინეთთან. რა თქმა უნდა, დიდი ბაზარია, ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გქონდეს, მაგრამ როდესაც გადახედავთ მაგალითად ინვესტიციების მიმართულებას საქართველოში, ვინ არიან მთავარი ხუთეული? პირველი დიდი ბრიტანეთი, მეორე ამერიკის შეერთებული შტატები, მესამე მოდის ნიდერლანდები, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის კუნძულები, შემდეგ მოდის გერმანია და ასე შემდეგ. აი, როდესაც აი ამ შეფასებას აკეთებ და ხედავ, რომ ბრიტანეთთან გაფუჭებულია ურთიერთობები, ევროკავშირის ქვეყნებთან გაფუჭებულია ურთიერთობები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფუჭებული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობები არ არსებობს. ამის ჩანაცვლება განაშეიძლება იმ ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაცვლებით. შეიძლება, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში როგორც ჩანს, სწორედ აზიურ სივრცეში ეძებენ აი დასავლეთის ალტერნატივას ჩინეთის შემდეგ მაყურებლებს რომ გავახსენოთ საქართველოს უკვე აზიის სხვა ქვეყნებთანაც გეგმავს პარტნიორობის გაღრმავებას, მაგალითად რამდენიმე დღის წინ ყაზახეთთან შეგვახეთ ცენტრალური აზიის ქვეყნები პარტნიორობის გაგრძელებას უბრალოდ ეტაპზე გადასვლაზე ასეთი შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, მაგრამ ვიზიტები გახშირდა ცალკეულ აზიურ ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთის გარდა გასულ კვირას ირაკლი ყობახიძე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს იმყოფებოდა, ხოლო დღეს უზბეკეთის პრეზიდენტი
კი ჩამოდის თბილისში. აი რატომ არ შეიძლება, ან რამდენად შეიძლება, რა ვიცი, ორივე ინტერპრეტაცია შეიძლება ევროპული სახელმწიფოების აზიური ქვეყნებით ჩანაცვლება და რა შეფასება უნდა მივცეთ მაშინ საქართველოს ახალ სამეგობროს? დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი გახლავთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩადებული, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული. შესაბამისად, ეს არის ვალდებულება, რომ ყველა ადამიანი, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ამ ქვეყანაში არსებულ უწყებებზე, პირველ რიგში უნდა მოქმედებდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. რა თქმა უნდა, რეგიონული პარტნიორობა, რა თქმა უნდა, ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა, რა თქმა უნდა, ჩინეთთან პარტნიორობა. ეს არის საინტერესო ეკონომიკური თვალსაზრისით, არის დიდი ბაზარი, განსაკუთრებით თუ მოყვებით ბოლო წლებში გახსნილ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ჩვენს ამიერკავკასიის რეგიონში იმ შვიდობას, რომელიც დღეს არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აი ამ ჭრილში და დაკავშირებადობის თვალსაზრისით ხომ, მაშინ რატო არ ხდება ყველაზე დიდი პროექტის, რომელიც არის ფლაგმანი, ხო, სტრატეგიულ პროექტებში, უსაფრთხოების ეკონომიკის, სამუშაო ადგილების შესრულების შექმნის თვალსაზრისით, ანაკლიის მიმართულებით წინსვლა. აი რატო არ ხდება? არ ხდება, იმიტომ რომ არასწორად ვითარდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველასთან გვინდა პარტნიორობა. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პარტნიორობიდან შეიძლება გამოდნეს ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. მაგრამ ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორები, რომლებმაც 10 წლეულების განმავლობაში იღვაწეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანას ქონოდა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ეკონომიკური მდგრადობა, განათლება, გაცვლითი პროგრამები, ხალხთა შორისი ურთიერთობები, ეს ქვეყნები იყვნენ ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი და ვხედავთ ხომ ინვესტიციების მიმართულებითაც პირველი დიდი ბრიტანეთია, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები, შემდეგ ნიდერლანდები, შემდეგ მოდის უკვე გერმანია, მეათეა მე მგონი ჩინეთი. და ხა დიდი ბოდიში, მაგრამ ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციაზე მეტი არის ქართველი ადამიანების გამოწერილი თემუში აპლიკაციით რაღაც პროდუქცია და ამ შემთხვევაში რას ვუყენებთ საპირწონედ? ანის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც ჩინეთთან დაიდო. ის დოკუმენტი არის ასიმეტრიული და მაგ დოკუმენტთან დაკავშირებითაც თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი დეპარტამენტის მიმართულებით ხალხი ამბობდა, რომ მათთვის სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ იქ სხვა მოცემულობაა და თან ისინი არ უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი დევნილების დაბრუნებას. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა.